მე უნდა თქვა? რა ვიცი, რა უნდა თქვა. და პირველად ყავს ოპერატორი იქით. და თო 2 წლის რო იყო ყველა ზაურას გვეძახდა. ზუსტად არასდროს ჩვენი გაბრაზებული სახე არ გვეჩვენოთ ჩვენ შვილებს. რაც არ უნდა ხდებოდეს. იმიტომ რომ იმას გადაედება, ის შენ გვბაძავს. შენგან იწოვს ყველაფერს და ამიტომ თუ რისხვა მოვა და მოვა ცხოვრება ისეთია რომ მოვა გასულ დრაკონი გახდა. არა ჩვენო შვილებს ეს გაბრაზებული мама არ. აი რა ვქნათ იმ ხალხმა ვისაც მხოლოდ გოგოები ყავს რა და მე გეტყვით ამ საიდუმლოს. ორი ვაჟი ვაჟების მამებო არ არის. მგონია რომ მამას ძალიან დიდი ჯვარი აქვს ძალიან. არ ეწყინოთ, მაგრამ დედებზე მეტი ჯვარი. შვილი მაინერვიულს. თქვენ ჩვენაირი ხართ, მე მგონი გეტირებათ ყველაფერს. ხო, რაღაც სენტიმენტალური ვარ კი. ძალიან წინარი. ხო აღიარებთ ამას. ვარიან და უნდა იყვნენ. ალბათ მამების სურვილიც ეგ არის, ჩვენი სულ ყოველთვის მინიმუმ ერთი ნაბიჯი წინ იყოს. რომ შვილი ჯობდეს მამას. რა თქმა უნდა. ეს არ აყურებინო, იმიტომ რომ მარიკას რო გაუმხილა და შენთვის არ უთქო, საიდუმლო იყო და ხო. ხო, რა ვიცი, ნუ მოკლედ ესეც შეიძლება ჩაითვალოს, რომ ვერ ვთქვი, სადღეგრძელოს გავდი. კაი მე თო გადაგვარჩინე ამ ყველაფერს შემდეგ, რა ვიცი.